ხოშტარიას გათავისუფლებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით ამჯერად ქალი პოლიტიკოსები ერთიანდებიან. გუშინ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, ხელმომწერთა სია არის მზარდი, ამიტომ ქალი პოლიტიკოსები, მათთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები სოლიდარობას უცხადებენ ელენე ხოშტარიას, უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ იმისთვის, რათა 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია, რომელიც ციხეში მხოლოდ იმიტომ ჩასვა ქართულმა ოცნებამ მათი მტკიცებით, რომ ხოშტარიამ ფლომასტრით გააკეთა წარწერა კახა კალაძის ბანერზე, რომელიც რამდენიმე თვეში ჩამოიხსნა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ის, რომ გათავისუფლდეს ხოშტარია, თუმცა უპირველეს ყოვლისა მთავარი მოთხოვნა და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სამკურნალო მედიკამენტოზური მკურნალობა ელენე ხოშტარიას, რომელიც არის გაწერილი როგორც გვიდესტურებენ ბოლო ცნობები ციხიდან არის ის, რომ როგორც თავად ელენემაც დაწერა, ჯერჯერობით ექიმი მასთან არ შესულა, ამიტომ ქალები საგანგებო რეჟიმზე გადადიან იმისთვის, რათა ხოშტარიას დაეხმარონ და სოლიდარობა გამოუცხადონ მას. ახლა მოვისმენთ ჩვენ მათ კომენტარსა და საჯარო განცხადებას. თინათინ ბოკუჩავა დაიწყებს, ხალბატონო თინა გისმენთ. მიუხედავად იმისა, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც რუსულმა რეჟიმმა ფლომასტრით წარწერის გაკეთებისთვის წელიწადით და 6 თვით ციხეში გამოამწყდია, თავად არასოდეს საუბრობს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მისი ადვოკატების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. და თუ დაუყოვნებლივ ელენეს არ ჩაუტარდა დიაგნოსტიკური კვლევები და მას არ დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა, ელენე შესაძლოა ამ ციხიდან თავის 4 შვილთან დასაბრუნებლად ეტლით გამოვიდეს. ამიტომ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ელენეს ყველა სამედიცინო კვლევა და დაენიშნოს მას შესაბამისი მკურნალობა. აქვე სანამ დეა წაიკითხავს ჩვენს ერთობლივ განცხადებას, რომელსაც უერთდება ათეულობით ქალი და მოუწოდებს სხვებსაც, რომ შემოუერთდნენ ამ განცხადებას, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდე ყველას, შემოუერთდით ყოველკვირეულ შაბათის მარშს, რომელიც ამჯერად ემთხვევა გავრილოვის ღამის 7 წელს, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ელენე იყო. გამოდით ელენესთვის, გამოდით ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლებისთვის, გამოდით საქართველოს თავისუფლებისთვის, რომელიც არასოდეს გარუსტება. ელენე ხოშტარია არის პირველი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც რეჟიმმა სრულიად უსაფუძვლოდ აბსურდული ბრალის ფარგლებში აქცია პოლიტპატიმრად და გარდა იმისა, რომ ის აბსურდული ბრალის ფლომასტრით გაკეთებული ბანერზე წარწერის გამო დღეს სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ ზის აღნიშნულ ციხეში, ის ასევე რეჟიმმა დააქვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან მას არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს ელენესთვის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარება და მოხდეს მისი დაუყოვნებლივი განთავისუფლება. ეს შედეგი აუცილებლად დადგება და ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ სანამ ეს არ მოხდება. ახლა გაგაცნობთ ერთობლივ განცხადებას. დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის 4 შვილის დედის უკანონოდ დაპატიმრებული ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ელენე უკვე 10 თვეა იმყოფება პოლიტიკურ პატიმრობაში და ამავდროულად მას არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვისთვის ელენე ხოშტარიასთვის 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ცილდება ნებისმიერ სამართლებრივ ჩარჩოს. ამის გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მას არ უტარდება მისი ქრონიკული დაავადებებისთვის გადაუდებელი საჭირო და სპეციალური სამედიცინო პროტოკოლებით გათვალისწინებული პროცედურები, რითაც მის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი ადგება. აღსანიშნავია, რომ თავისუფლებაზე ყოფნის დროს ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური და სწორედ საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ მისი მდგომარეობა დამძიმდა, რაც სწორედ პენიტენციურ სამსახურს აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის კაფიო გამოხატულებას წარმოადგენს და არღვევს კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს. თავისუფლება ელენე ხოშტარიას, თავისუფლება სინდისის პატიმრებს.
დიდი მადლობა უსმენდით ქალ პოლიტიკოსებს და უსმენდით მათ განცხადებას სია არის მზარდი მასზე ხელს აწერენ ქალი პოლიტიკოსები და ისინი აპირებენ და იწყებენ უკომპრომისო ბრძოლას იმისთვის რათა პირველ რიგში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირი ამ პროცესში და გარდა ამისა რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში ითხოვენ როგორც ელენე ხოშტარიას 4 შვილის დედის დაპატიმრებული ქალის გათავისუფლებას ასევე ყველა სინდისის პატიმრისა და პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას რაც შეეხება ხოშტარიას პარტიის თანაგუნდელებისა და ოჯახის პოზიციას მოვისმინეთ უკვე ნიკა გვარამიასგან ანონსი იმასთან დაკავშირებით რომ თუკი ქართული ოცნება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს აუცილებლად ორშაბათიდან ბრძოლის ახალი მეთოდები იქნება წარმოდგენილი და დედაქალაქსა თუ სხვა წერტილებში ქვეყნის მასშტაბით გაიშლება ეს პროტესტი და უკვე გავიგებთ ორშაბათიდან თუ როგორ ნაბიჯებს გადადგამენ ხოშტარიას თანაგუნდელები რაც შეეხება ოჯახს აგრეთვე ირინა გუნცაძე ელენე ხოშტარიას დედა ამბობს იმას რომ თავად გასცემს ყველაფერზე პასუხს ბიძინა ივანიშვილს ის ყველაფერზე პასუხისმგებლობას აკისრებს რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას და ამბობს რომ თუკი ელენეს მდგომარეობა ჯანმრთელობის თვალსაზრისით არის გაუარესებული ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არიან ორ კვირაზე მეტი ხნის წინ რომ გაუკეთეს ანალიზები უნდა ეჩვენებინათ ხო მართალია და ბრიფინგის შემდეგ აჩვენეს და იყო უკვე ცვლილებები მე რომ ვნახე ბოლოს მე უკვე შემეპარაიჭვი, იმიტომ რომ იცით, გებოდა, ჯდებოდა, ერთ ადგილას არ ჩერდებოდა, ცოტა იწელებოდა რაღაცა, რა გჭირს მეთქი და მეც თავს ვიტყვევდი, მეგონა რომ აი იქნებ ცუდი ამინდის ბრალია რაღაცა, ან იოგას აკეთებს და ხო არ გადაიტვირთა. Ну, მე უკვე ანალიზებმაც აჩვენეს და რაღაცა მე როგორც მითხრეს უკვე გაუსაძრეს ტკივილები. მაგათმა ძალიან კარგად იცოდნენ უკვე აი გავრილოვი ჩამოვიდა იმ პერიოდიდან აკვირდებოდნენ ეგენ ვერ მოერიან ელენეს მაშინაც როდესაც შიმშილა ესეც მაგათთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო ძალიან კარგად იციან ფსბ-მაც იცის და ყველა მიცის აქ რაც ხდება რომ ეს არის შეუპოვარი ეგ არის მაგას ვერ მოერენ ეგ არის ჯიუტი და ძლიერი ადამიანი იმას ამბობენ რომ თვითონ უნდა ციხეში თუ თვითონ უნდა ციხეში გამოუშვა მაშინ ძალიან სასაცილო რაღაცებს ლაპარაკობენ რაღაც სისულელეზე დაიჭირეს წარწერაზე აი ეს რუსული რო დაიწერა აი ეს ვერ აიტანეს და ზოგადად იციან რომ თვითონ რუსეთის მხარეს არიან და ძალიან კარგად იციან რომ ელენე არ არის რუსეთის მხარეს და ეს აგიჟებთ რაც შეეხება ბოლო ცნობებს ციხიდან ელენე ხოშტარიამ გუშინ თავადვე დაწერა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ექიმს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე არ შეუმოწმებია, ექიმი მასთან არ შესულა და რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის განცხადებას, მხოლოდ ის ბოლო პოსტი არსებობს ამ თემასთან მიმართებით, დამატებითი კომენტარები ამ დრომდე არ გაკეთებულა, პენიტენციურ სამსახურს ისრები გადააქვს კვლავ და დეზინფორმაციას აბრალებს ხოშტარიას ადვოკატს, სწორედ ამასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი მათ შორის ელენე ხოშტარიამაც მან თქვა, რომ არ უნდა ისხმოდეს თავს არავინ განსაკუთრებით მის ადვოკატს და რომ ის ყველა სიტყვაზე თავად არის პასუხისმგებელი და ყველა სიტყვას თავად აწერს ხელს. მოკლედ ასეთი არის გეგმა უკვე დაანონსებულია აქტიური ბრძოლა ქალი პოლიტიკოსის 4 შვილის დედის გადასარჩენად როგორც მისი ოჯახი, ასევე მისი თანაგუნდელები და ახლა უკვე ქალი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც იწყებენ უფრო მეტ აქტიურობას იმისთვის, რათა ელენე გადაარჩინონ და ელენე გაათავისუფლონ.